გაუმარჯოს ყველას. ქოცურ ქართულ ლექსიკონს ვუბრუნდები, ისევ ერთი ვიდეო ჩავწერე ამას წინათ. ქოცური ენა არსებობს. ეს ქართული ენის დიალექტია, ზოგადად ისე ჟღერს როგორც ქართული, მაგრამ შიგნით შიგადაში გვხვდება ესეთი ფრაზები, რომლებიც გვაბნევს და ვერ ხვდებით ეს რას ნიშნავს. ანუ ნათქვამი ქართულად არის, მაგრამ მნიშვნელობა მისი ცოტა რთული გასაგებია. გამომდინარე იქიდან, რომ 12 წლის განმავლობაში გარკვეულწილად ცოტა ალღო აუღე მე პირადად ამ ქოცურ ენას, დიალექტს. რამდენიმე ეს ფრაზა ავხსენე ამას წინათ ერთ-ორ ვიდეოში. და ეხლა მინდა კიდევ ერთი ფრაზა ავხსნა. Deep State-ის დამარცხება. Deep State და Deep State-ის დამარცხება. რას ნიშნავს ეს? ის რასაც ეგენი Deep State-ს უწოდებენ, ეს არის ცივილიზებულ სამყაროში ამას ქვია და დემოკრატიულ სამყაროში ამას ქვია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები. დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი ასე ვთქვათ, პროკურატურა, პოლიცია და ასე შემდეგ. აი ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის, რომლებიც რეალურად არის სახელმწიფო. და ქართულმა ოცნებამ ამ ყველაფერს დაარქვა Deep State და საქართველოში ეს Deep State დაამარცხა. ანუ არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი საქართველოში აღარ არსებობს. ყველა ინსტიტუტი ემორჩილება მმართველ პარტიას და კერძოდ ერთ პიროვნებას, მის სახელი და გვარი ყველა ვიცით. ხო, ამას ეძახიან ისინი Deep State-ის დამარცხებას და ეხლა იმედი აქვთ, რომ ეს Deep State დამარცხდება საზღვარგარეთაც რა, დასავლეთშიც. და როდესაც ისინი ამბობენ, რომ იმედია დონალდ ტრამპი Deep State-ს დაამარცხებს, სწორედ ამას გულისხმობენ. ეს ქართულად ითარგმნება ასე, იმედია ტრამპიც ზუსტად ისე დაიმორჩილებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ და ერთპიროვნულად გადაწყვეტს ხოლმე ყველაფერს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ეს არის ქართულად რო თარგმნოთ, უბრალოდ ქართულად ვერ ამბობენ ამას პირდაპირ, იმიტომ რომ ეს ქართულად თქვან ეს არაპოპულარულად ჟღერს. და ამიტომ ამის ევფემიზმი მოიგონეს რა, Deep State-ის დამარცხება. და ეს არის აი ევფემიზმებით ლაპარაკი ახასიათებს ძირითადად ქოცურ ენას. და ეს ევფემიზმების გაშიფრვა არის საჭირო ზოგჯერ. ანუ რეალურად ქართული ოცნება ებრძვის დემოკრატიას, იმიტომ რომ დემოკრატიას განსაზღვრავს პირველ რიგში დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, თვითონ დაამარცხეს დემოკრატია საქართველოში და ეხლა უნდათ რომ დემოკრატია დამარცხდეს ამერიკაშიც. ამას ეძახიან ისინი Deep State-ის დამარცხებას. Deep State-ი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები. აი ეს მინდოდა მეთქვა.